ეს გიმნაზია არსებობს და ეს არის ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლმა კიდევ ერთ საიუბილეო ღონისძიებას უმასპინძლა. მეხუთე საჯარო სკოლის დაარსებიდან 30 წელი პედაგოგებმა მოსწავლეებთან, მშობლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად აღნიშნეს. ბოლნისის მეხუთე საჯარო სკოლა შეუსრულდა დაარსებიდან 30 წელი. მოგეხსენებათ, სკოლის თავდაპირველი სახელწოდება იყო ქართული გიმნაზია. მისი დამაარსებელი ქალბატონი ლეილა ალადაშვილი გახლავთ ღვაწლმოსილი პედაგოგი, ამაგდარი ადამიანი. დღეს უკვე მეხუთე საჯარო სკოლა, რომელიც წარმატებით აგრძელებს დაწყებულ საქმეს, არის ძალიან ცნობილი და კარგი სკოლა ჩვენ საგანმანათლებლო სივრცეში. რაც დედა მიწაა ცოცხალთათვის, ისაა დედაენა კაცის სულისათვის. მეხუთე საჯარო სკოლამ ფუნქციონირება გიმნაზიის სახელწოდებით 1995 წელს დაიწყო. მისი დამფუძნებელი ბოლნისელი პედაგოგი საპატიო მოქალაქე ლეილა ალადაშვილია, რომელიც დაარსებიდან აღნიშნულ სკოლაშია და საყვარელი სკოლის განვითარებისთვის დღემდე დაუღალავად შრომობს. ღონისძიებაზე მან განვლილი წლები შეაჯამა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო სკოლის განვითარების ისტორიის დაწერაში. მადლიერი ვარ, ასე მაცხოვრე, შემაძლებინე, მოგზაურებული რომ დავდე ღვაწლი, ჩემი სამშობლოს მომავლისათვის, ბედნიერი ვარ, მადლიერი. სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ სკოლის დამაარსებელი დღემდე მოღვაწეობს სკოლაში და თვალს ადევნებს სკოლის განვითარებას. სკოლა 1995 წელს დაარსდა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში ღირსეულ ადგილს იკავებს. ვულოცავ ყველას ამ დღეს, განსაკუთრებით ვულოცავ სკოლის კურსდამთავრებულებს, მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს და ვუსურვებ ბევრ წარმატებას ჩვენს სკოლას. ვერ შეგვიმუსრადა, ვერ წაგვარ. ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამულ ტიქანოვა, ბოლნისის დმანისის თეთრი წყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, ბოლნელი მთავარეპისკოპოსი მეუფე ეფრემი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სასკოლო საზოგადოება ესწრებოდა. მართლაც უდიდესი ღვაწლია მომავალი თაობის აღზრდა და აი ამ სასწავლებელმა ჩადა უდიდესი ამაგი, უდიდესი ენერგია იმისათვის, რომ თანამედროვე ბოლნისელები ნამდვილად იყვნენ ჩვენი ქვეყნისა და ღმერთის სამშობლოს ღირსეული მოქალაქეები და წევრები და მე განსაკუთრებით მინდა აღნიშნო ქალბატონ ლეილა ალადაშვილის უდიდესი ამაგი, თითოეული პედაგოგის, თითოეული მშობლის მართლაც სასახელო თაობა გვყავს და შესანიშნავი ღონისძიება წარმოადგენს დღევანდელ დღეს. მოდის მეხუთე საჯარო სკოლა იმ ფესვებიდან, რომელსაც გიმნაზია ეწოდება და დღეს აგრძელებს ზუსტად ისე მუშაობას, როგორც უნდა მუშაობდეს თანამედროვე სკოლა. ჩვენი მოსწავლეები უპირველეს ყოვლისა არიან პატრიოტები, იმიტომ რომ ჩვენ რაც სცენაზე ვნახეთ, ასე ადვილად არ ინთება, თუ მოსწავლეში არ არის ჩადებული პატრიოტული სული. ერს, რომელსაც ასეთი თაობა ყავს, გადაშენება არ უწერია. კულტურის სახლის ფოიეში წარმოდგენილი იყო მოსწავლეების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნამუშევრები და STEM პროექტის მონაწილეთა გამოგონებები, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია. აქ არის შუქნიშანი, რომელიც დაკოდირებული არის კომპიუტერში და შემდეგ Arduino-ი გადაეცემა თვითონ ნათურებს. ასევე აქ გვაქვს კიდევ ერთი შუქნიშანი. არის ასევე გორის იმიტაცია. და ასევე არის სათამაშოს სავით, მსგავსი. ეს არის ყველგანმავალი მანქანა და ეს არის უკვე მზის სინათლის ზოგადად სინათლის მიხედვით, ეს მოძრაობს ეს პროპელერი. ჩვენ ავაწყეთ სათბური, რომელშიც გამოვიყენეთ LED განათება და წვეთოვანი სარწყავი სისტემა. ჩვენი სათბური იმართება მიკროკონტროლერი Arduino-ით. თეთრი LED განათება თავისით იმიტომ არის კარგი, რომ ფოტოსინთეზს უწყობს ხელს. ასევე როცა ის თავისით ინთება და ითიშება, მცენარე უკეთესად ახდენს გაზრდას და ფოტოსინთეზს. ასევე წვეთოვანი სარწყავი სისტემა, წვეთოვანი სარწყავი სისტემა არის
ჭარჭი, რადგან ნიადაგი არ იჭებნება და მცენარის ფესვებს მინერალები და ჰაერი უკეთესად მიეწოდება. 30 წელი ეს მხოლოდ თარიღი არ არის, ეს არის დაღუღალავი შრომით, სიყვარულითა და ერთობით გატარებული წლები, რომლებიც მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ერთი მიზნის გარშემო აერთიანებს, აღზარდონ განათლებული და წარმატებული თაობა. მეხუთე სკოლის ისტორიაში ეს დღე მნიშვნელოვან მოვლენად დარჩება, როგორც საერთო შრომის, ერთობის და წარმატების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო.